მარკოზის სახარების განმარტება თავი მე-9. თავი 9 მუხლი 1. და ეტყოდა მათ, ამენ გეტყვით თქვენ, რამე თუ არიან ვინმე აქ ამ მდგომარეთაგანი, რომელთა არა იხილონ გემოი სიკვდილისაი, ვიდრემდე იხილონ სასუფეველი ღმრთისაი, მომავალი ძალითა. ეს საუბრება რა საკუთარ დიდებაზე და სურს რა ასწავლოს, რომ იგი ტყულად არ ახსენებს მას, უფალი ამის შემდეგ ეუბნება, არიან ვინმე აქ ამ მდგომარეთაგანი, ანუ პეტრე, იაკობი, იაონე, რომლებიც არ მოკვდებიან, სანამ მე არ ვუჩვენებ მათ ჩემი ფერის ცვალებით, თუ როგორი დიდებით მოვალ მეორედ მოსვლისა. რამე თუ ფერის ცვალება სხვა არაფერია, თუ არა წინასწარი უწყება მეორედ მოსვლისა. ასე გაბრწყინდება მაშინ თავად და ასე გაბრწყინდებიან მართლებიც. თავი 9, მუხლი 2, 3. და შემდგომად ექვსისა დღისა წარიყვანა იესო პეტრე და იაკობ და იოანე და აღიყვანა იგი ნიმთასა მაღალსათვისაგან მარტონი და იცვალა სხვა თხატად წინაშე მათსა. და სამოსელი მისი იქნა ბრწყინვალე და სპეტაკ, ვითარცა თოვლი, რომელ ყოველსავე მურკმალსა ქვეყანასა ზედა ვერხელ ეწიფების ეგრეთ განსპეტაკებად. ლუკა მახარებელი ამბობს, რომ ეს იყო 8 დღის შემდეგ. თუმცაღა ის არ ეწინააღმდეგება მარკოს, არამედ სავსებით ეთანხმება მას. მისი ამბობი მოიცავს იმ დღესაც, როდესაც უფალმა აუწყა თავისი მოსალოდნელი ფერი ცვალების შესახებ და იმასაც, როცა აღიყვანა მოწაფეები მთაზე, მაშინ როდესაც მარკოზი საუბრობს მხოლოდ შუალედურ დღეებზე. უფალს მიჰყავს და აღყავს მაღალ მთაზე მხოლოდ 3 რჩეული მოციქული, პეტრე, როგორც მისი აღმსარებელი და შემყვარებელი, იაონე, როგორც მის მიერ შეყვარებული და იაკობი, როგორც დიდი მქადაგებელი და ღმრთისმეტყველი, რომელიც იმდენად სამძიმო იყო იუდეველთათვის, რომ ჰეროდემ, რომელსაც სურდა მოეგო იუდეველთა გული, მოკლა იგი. ისინი აღყავს მაღალ მთაზე, რათა სასწული მით უფრო დიდებული იყოს, ხოლო მარტონი განმარტოებით აღყავს იმიტომ, რომ სურს საიდუმლო განუცხადოს. თავად ფერი ცვალების ქვეშ იგულისხმება არა ასრებითი ცვლილება ქრისტეს იერსახისა, არამედ მისი გაბრწყინება გამოუთქმელი ნათლით, ამასთან ბუნებრივი იერსახე მისი იგივე რჩებოდა, რაც ადრე იყო. თავი 9, მუხლი 4, 8. და ეჩვენა მათ მოსე ელიაისთანა და იყვნეს იესოისთანა და ზრახვიდეს. და მიუგო პეტრე და ხრქვა იესოს, რაბი, კეთილარს ჩვენ და აქა ყოფაი, ვქმნეთ აქა სამტალავარ, ერთი შენთვის, ერთი მოსესთვის და ერთი ელიაისთვის. რამე თუ არა იცოდა, რაიმცა მიუგო, რამე თუ იყვნეს შეშინებულ. და იყო ღრუბელი და აგრილობდა მათ, და ხმა იყო ღრუბლით გამოდა თქვა, ესე არსზე ჩემი საყვარელი, მაგისი ისმინეთ. და მეხსეულად მიმოიხილეს და არავინ იხილეს, გარნა იესო ხოლო მათთანა. ელია და მოსე ბევრი მიზეზის გამო გვევლინებიან ქრისტესთან მოსაუბრეთ, მაგრამ ორი მათგანის ხსენებაც საკმარისია. რამდენადაც მოწაფეებს უხაროდათ, რომ ხალხში ზოგს იგი ელიად მიაჩნდა, სხვანი კი წინასწარმეტყველთაგან ერთ-ერთად აღიარებდნენ, იგი მოულენს მათ უდიდეს წინასწარმეტყველებს, რათა მოწაფეებმა ყოველ შემთხვევაში ამ გზით მაინც შეიცნონ განსხვავება მონასა და მეუფეს შორის. აი პირველი მიზეზი, მეორე, რამდენადაც მრავალნი თვლიდნენ ქრისტეს ღმრთის წინააღმდგომად, თითქოს და საბათის დამსხნელად და სჯულის დამარღვევლად, ის უჩვენებს მათზე ისეთ წინასწარმეტყველებს, რომელთაგან ერთი იყო სჯულის მდებელი, ხოლო მეორე, მოშურნე. ასეთი წინასწარმეტყველები კი არ დაიწყებდნენ მასთან საუბარს, იგი რომ სჯულის დამრღვევი ყოფილიყო და არ შეესრულებინა ის, რაც იქადაგეს. პეტრეს კი ეშინოდა მთიდან ჩამოსვლა, ვინაიდან შიში ჰქონდა უფლის ჯვარცმისა და ამიტომ თქვა, კეთილარს ჩვენ და აქა ყოფაი და ნუ ჩავალთ კვალად უფლის გარემოცვაში, რადგან შენი მტრები აქ რომც მოვიდნენ. ჩვენ გვყავს მოსე ეგვიპტელთა დამმარცხებელი, გვყავს ელია ზეციდან ცეცლის გარდამომლენელი და 50 მეთაურთა მომსვლელი. რაზე საუბრობდნენ მასთან წინასწარმეტყველნი? ისინი საუბრობდნენ მის ჯვარცმასა და სიკვდილზე. ხოლო პეტრე რას ამბობდა თავადაც არ იცოდა, იმიტომ რომ ყველა ისინი, მოწაფეები, შეშინებული იყვნენ ქრისტეს ხელთუქმნელი ნათლითა და დიდებით. მას არ სურდა, რომ იესო ჩამოსულიყო მთიდან, რათა ჯვარცმულიყო ჩვენი გამოხსნისათვის, არამედ სურდა მუდამ მთაზე დარჩენა. მაგრამ მივმართოთ ჩვენი გონება იდუმალი ჩურეთისაკენ. ამ ქვეყნის აღსასრულის შემდგომ, რომელიც 6 დღეში შეიქმნა, აგვიყვანს ჩვენ იესო, უკეთ უთუკი ჭეშმარიტი მოწაფეები ვართ მაღალ მთაზე, ანუ ზეცად და გამოგვეცხადება უბრწყინვალესი სახით.
ახლა იგი დამდაბლებული სახით მოგვევლინა, როგორც ჯვარცმული და დურგლის შვილი, ხოლო მაშინ ვიხილავთ მის დიდებას, როგორც მხოლოდ შობილისა, ვიხილავთ აგრეთვე შჩულს და წინასწარმეტყველსაც მასთან მოსაუბრეს, ანუ მასზე მოსესა და წინასწარმეტყველთა მიერ თქმულს. მაშინ გულისხმოვყოფთ და ვპოვებთ მათი წინასწარმეტყველების სრულ განხორციელებას. მაშინ გავიგონებთ მამის ხმასაც, რადგან მამა განგვიცხადებს ძეს და გვაუწყებს, ესე არს ძე ჩემი. როგორ გვაუწყებს ამას? ღრუბელი, ანუ სულიწმიდა დაგვრჩtildeავს, ვინაიდან იგია წყარო ცხოვრებისა. თავი 9, მუხლი 9, 10. და გარდა მორა ივიდოდეს მიერ მთით, ამცნომად, რაითა არავის უთხრან, რაი იგი იხილეს, გარნაოდეს ძე კაცისა იმ კუდრეთით აღდგეს. და სიტყვა იგი დაიმარხეს თავისათვის ისა თანა და გამოეძიებდეს ურთიერთას, ვითარმეთ, რაი არს იგი, ოდეს მკვდრეთით აღდგეს. და გარდა მორა ივიდოდეს მიერ მთით, ამცნომად, რაითა არავის უთხრან, რაი იგი იხილეს, გარნაოდეს ძე კაციასა იმ კუდრეთით აღდგეს. და სიტყვა იგი დაიმარხეს თავისათვის ისა თანა და გამოეძიებდეს ურთიერთას, ვითარმეთ, რაი არს იგი, ოდეს მკვდრეთით აღდგეს. რატომ ამცნებს იესო მოწაფეენს არავის უთხრან ფერიცვალების შესახებ? იმიტომ, რომ ხალხი გაიგებს რა ქრისტეს ამგვარი დიდების შესახებ, შემდგომში არ დაბრკოლდეს, როდესაც ჯვარცმულს იხილავს. მკვდრეთით აღდგომის შემდგომ მოსახერხებელი იქნება განცხადება ამ მეტად დიდებული მოვლენის შესახებ, რომელიც ქრისტეს ჯვარცმამდე მოხდა. ამრიგად მოციქულებმა ეს სიტყვა თავისთან დაიმარხეს, საიდუმლო ინახავდნენ რა ამ მოვლენას და ერთმანეთს ეკითხებოდნენ, რას ნიშნავს მკვდრეთით აღდგეს, რამე თუ იგი ჯერ კიდევ ვერ გულისხმობდნენ მის სიტყვებს, რომ იგი მკვდრეთით უნდა აღმდგარიყო. თავი 9, მუხლი 11, 13. და ჰკითხვიდეს მას და ეტყოდეს, ვითარ მეიტყვიან მწიგნობარნი, ელია ისი ჯერ არს პირველად მოსვლაი. ხოლო თავად მან მიუგო და hrქვა მათ, ელია მოვიდეს და კვალა დაგოს ყოველი, და ვითარ წერილ არს ისე კაცისათვის, რაითა ფრიადევნოს და შეურაცხიქმნეს. არამედ გეტყვით თქვენ, რამე თუ ელია მოვიდა და უყვეს მას, რაოდენი უნდა ვითარცა წერილ არს მისთვის. იუდეველთა შორის დადიოდა ხმა, რომ ქრისტეს მოსვლის წინ მოვიდოდა ელია. თუმცა ფარისევლები ისე არ განმარტავდნენ, როგორც საჭირო იყო ელიას შესახებ დაწერილს, არამედ ბოროტრი განზრახვით ამახინჯებდნენ, წერილის აზრს, ხმალავდნენ რა ჭეშმარიტებას. რამე თუ ქრისტეს მოსვლა ორია, ერთი, პირველი, რომელიც უკვე იყო, ხოლო მეორე ჯერ კიდევ წინაა. პირველის წინამორბედი იყო იოანე, მეორეს წინამორბედი კი იქნება ელია. მაგრამ ქრისტე ელიას უწოდებს იოანეს, როგორც მახარებელს, მოშულნესა და მეუდაბნოეს. ამრიგად უფალი უარყოფს ფარისეველთა შეხედულებას, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ ქრისტეს პირველად მოსვლის წინამორბედი ელია უნდა ყოფილიყო. როგორ უარყოფს? იგი ამბობს, ელია მოვიდეს და კვალა დააგოს ყოველნი, და ვითარ წერილ არს ისა კაცისათვის, რაითა ფრიადევნოს და შეურაცხიქმნეს, ეს ნიშნავს აი რას, როდესაც მოვა ელია თესბიტელი, იგი დააოკებს ურჩიუდეველს, მოაქცევს მათ რწმენაზე და ამრიგად. ქრისტეს მეორედ მოსვლის წინამორბედი გახდება, მაგრამ თუ თესბიტელი, რომელმაც უნდა აღადგინოს ყოველივე, პირველი მოსვლის წინამორბედი იყო, მაშინ როგორღაა დაწერილი, რომ ძე კაცისა უნდა იტანჯოს. ამრიგად ორიდან ერთია, ან ელია არ უნდა იყოს პირველი მოსვლის წინამორბედი, თუ კი წერილი ჭეშმარიტებას ღაღადებს, რომ ქრისტე უნდა იტანჯებოს, ან და ფარისეველთა სიტყვებს უნდა დავუჯეროთ, რომ პირველი მოსვლის წინამორბედი თესბიტელია და მაშინ არ იქნება ჭეშმარიტება წერილში, რომელიც ღაღადებს, რომ ქრისტე დაიტანჯება. რამე თუ ელიამ უნდა აღადგინოს ყოველივე და მაშინ აღარ იქნება არც ერთი ურწმუნო ებრაელი, არამედ ყველა ირწმუნებს ქადაგებას, ვინც კი მას ელიასაგან გაიგონებს. უკვაგდეს რა, ამრიგად ფარისეველთა დამახინჯებულ შეხედულებას უფალი ამბობს, რომ ელია, ანუ იოანე, მოვიდა და უყვეს მას რაოდენი უნდა, რამდენაც არ დაუჯერეს მას და მან მიიღო აღასასრული თავის მოკვეთით, გახდა რა გართობის მსხვერპლი, ჰეროდესი. თავი 9, მუხლი 14, 18. და მოვიდა მოწაფეთა მისთა თანა, იხილა ერი გარემო მათსა და მწიგნობარნი გამოეძიებდეს მათ თანა. და მეხსეულად ყოველმან ერმანი ხილა იგი და დაუკვირდა და მორბიოდეს და მოიკითხეს იგი. და ჰკითხა მწიგნობართა მათ და hrქვა, რასა გამოეძიებთ ურთიერთას.
და მივინმე უგო მას ერთმან მის ერისაგანმა და hrქუა, მოძღვარ, მოვიყვანე ძე ჩემი შენ და რომლისა თან არ სული უტყუებისაი. და სადაცა დააპყრის იგი, დააკვეთის და პეროინ და იღრჭენ კბილთა და განხმებინ. და უთხარ მოწაფეთა შენთა, რა ითამცა განკურნეს და ვერ შეუძლეს. იესო მივიდა რა მოწაფეებთან იმ 9-სთან, რომლებიც მასთან ერთად არასულან მთაზე, ნახა ისინი ფარისევლებთან მოპაიქრენი. ვინაიდან იესოს არ ყოფნისას ფარისევლები მიადგნენ მის მოწაფეებს და თავს ესხმოდნენ, რათა გადაებირებინათ ისინი თავის მხარეს. ამასთანავე ხალხმა დაინახა თუ არა ის მაშინვე მიესალმა. ხალხი უყურებდა მას და ესალმებოდა როგორც შორიდან დაბრუნებულს. ზოგიერთთა აზრით კი თვითონ იერიც მისი ფერიცვალების მადლისაგან გახდა რა კიდევ უფრო მშვენიერი, იზიდავდა ხალხს მისასალმებლად მივინმე უგო მას ერთმან მის ერისაგანმან. ამ ადამიანს სუსტი რწმენა გააჩნდა, როგორც უფალიც მოწმობს, ამბობს რა, ჰოი, ნათესავი ურწმუნოი და კიდევ ამბობს, შემეწიე ურწმუნოებასა ჩემსა. იგი მოწაფეებსაც, იესოსი აბრალებს თითქოს ყველა ისინი ურწმუნონი იყვნენ. მას კი მართებდა ყველას თვალწინ კი არ დაედო ბრალი, არამედ ცალკე განმარტოებით. ამრიგად ის ადამიანი მივიდა რა იესოსთან ბრალს სდებდა მოწაფეებს, რომ მათ ვერ შეძლეს მისი ძის განკურნება. მაგრამ ქრისტე თავად მის წინააღმდეგ აყენებს ბრალდებას და თითქოს და ეუბნება, შენ არა გაქვს რწმენა და ამიტომ თავად შენ ხარ დამნაშავე იმაში, რომ შენი შვილი არ განიკურნა. თუმცა იესოს სიტყვები მხოლოდ ამ ადამიანს არ ეხება, არამედ ამას იგი საერთოდ ყველა იუდეველზე ამბობს, საყვედურობს რამათ ურწმუნოების და გამო. ვინაიდან მრავალნი იქ მდგომარენი შეიძლება დაბრკოლებულიყვნენ ამ შემთხვევით. თავი 9, მუხლი 19, 27. მიუგო იესო და hrქუა, ჰოი ნათესავი ურწმუნოი. ვიდრემდე ვიყო თქვენთან, ვიდრემდე თავს ვიდებდე თქვენსა? მომგვარეთ მე იგი აქა. და მოჰგვარეს იგი მას. და იხილა რა იგი მეხსეულად სულმან არაწმიდამან დააკვეთა იგი, და რაიეცა ქვეყანასა გორვიდა და პეროოდა. და ჰკითხა იესო მამასა მისსა, რაოდენი ჟამი აქვს, ვინაიდან შეემთხვია ესე. ხოლო მან hrქუა, სიყრმითგან. და მრავალგზის ცეცხლსა შთააგდო ეგე და წყალსა, რა ითამცა წარწმიდა ეგე, არამედ რაი ძალგიც, შემეწიე ჩვენ და წყალობა ჰყავ ჩვენთვის. ხოლო იესო hrქუა მას, უკვე თუ ძალგიც რწმუნებად, ყოველივე შესაძლებელ არს მორწმუნისა. და მეხსეულად ხმაყო მამამან მის ყრმისამან და hrქუა ცრემლით, მრწამს, უფალო, შემეწიე ურწმუნოებასა ჩემსა. და ვითარცა იხილა იესო რამე თუ შეკრბებოდა ერიმის ზედა, შეჰრისხნა სულსა მას და hrქუა უტყულსა და ყრუსა სულსა, მე გიბრძანებ შენ, განვედ მაგისგან და ნუღარა შეხვალ მაგისა. და ღაღად ყოდა ფრიად გორვიდა და განვიდა მისგან, და იქნა იგი ვითარცა მკვდარი, ვითარმედ მრავალნი იტყოდესცა, ვითარმედ მოკუდა. ხოლო იესო უპყრა ხელი მისი და აღადგინა იგი და აღდგა. ხოლო როდესაც ამბობს იესო, ვიდრემდე ვიყო თქვენ და ამით გამოხატავს, რომ მისთვის სასურველია სიკვდილი, ანუ თითქოს და ამბობს, სამძიმოა ჩემთვის ცხოვრება თქვენთან ურწმუნოებთან. თუმცა ის არ კმაყოფილდება მხოლოდ საყვედურებით, არამედ კურნებას ანიჭებს, აღმოაჩენს რა ყრმის კურნებაში არა მაღალ გონიერებას, არამედ უფრო მეტად სიმდაბლეს. ვინაიდან დააკვირდი არა თავის ძალას, არამედ იმ ადამიანის რწმენას მიაწერს კურნების აღსრულებას, ამბობს რა, ყოველივე შესაძლებელ არს მორწმუნისა. ამასთან შერისხა არაწმიდა სულს, როდესაც დაინახა, რომ მასთან ხალხი იკრიბებოდა, ვლავდა კვალ იმიტომ, რომ არ სურდა განეკურნა დიდ ძალი ხალხის წინაშე, რათა ეჩვენებინა თავისი ძალა და მოეხვეჭა დიდება, ხოლო აკრძალვით და სიტყვებით. განვედ მაგისგან და ნურარა შეხვალ მაგისას გვაუწყებს, რომ ამ ადამიანის ურწმუნოების და გამო ეშმაკს კვლავ შეეძლო მასში შესვლა, თუ კი შერისხული არ იქნებოდა მისი აკრძალვით. მაგრამ მან მიუშვა ეშმაკი და ეკვეთებინა ყრმა, რათა ყველანი მიმხვდარიყვნენ ეშმაკის ცდუნებას და იმას, რომ ეშმაკს შეეძლო მოეკლა ადამიანი, ღმრთის ხელი რომ არ იფარავდეს მას. გადატანით იმ მშინვალობით, რომ თქვათ, ეშმაკი აგდებს ადამიანებს მრისხანებისა და ავხორცობის ცეცხლში და ყოფით საქმეთა მშფოთვარე ტალღებში.
ეს ეშმაკი მუნჯია და ყრუა, როგორც ის, ვისაც არ სურს ისმინოს ღვთაებრივი სიტყვები, მუნჯუ, როგორც ის, ვისაც არ ძალუძს სხვასაც ასწავლოს რაიმე სულისთვის სარგო. მაგრამ როდესაც იესო, ანუ სახარებისეული სიტყვა, უპყრობს ხელს ადამიანს, ანუ წარმართავს მის ქმედით ძალებს, მაშინ ის თავისუფლდება ეშმაკისაგან. დააკვირდი აგრეთვე, რომ ღმერთი მზად არის დაგვეხმაროს, მაგრამ ჩვენ თავად ვამბობთ, უარს ვაკეთოთ კეთილი საქმეები. ვინაიდან ნათქვამია, წამოაყენა იგი იესომ, აი ღმრთის შეწევნა და ისიც წამოდგა. ანუ თავად ადამიანში აღიძრა გულმოდგინება კეთილი საქმისადმი. თავი 9, მუხლი 28-29. და ვითარცა შევიდა იესოს სახით, მოწაფეთა მისთათვისაგან ჰკითხეს მას, რაისათვის ჩვენ ვერ შეუძლიათ განძებად მას. ხოლო თავად მან ხრქუა მათ, ესე ნათესავი ვერ შესაძლებელი არს განსვლად, გარნა ლოცვითა და მარხვითა. მოწაფეებს ეშინოდათ ხომ არ დაკარგეს მადლი, რომელიც ღმრთისაგან ჰქონდათ მინიჭებული, და ამიტომ ხომ არ იყო, რომ ვერ შეძლეს ეშმაკის განგდება. დააკვირდი მათ კრძალულებას იმაშიც, რომ იესოსთან ისინი განმარტოებისას მიდიან, ესე ნათესავი რომელია. ნათესავი, რომელიც ესმაკეული ხდებოდა ყოველი ახალი მთვარის დროს, თუ საერთოდ ეშმაკთა მთელი მოდგმა, რომელიც სხვაგვარად არ განიდევნება, თუ არა ლოცვითა და მარხვით. უნდა იმარხულოს მაინც, ვისაც სურს განიკურნოს, ერთსაც და მეორესაც ეს სჭირდება, განსაკუთრებით კი მოეთხოვება ეს თავად დამაშვრალს, მხოლოდ კი არ უნდა ვიმარხულოთ, არამედ ვილოცოთ კიდეც. და არა მხოლოდ ვილოცოთ, არამედ ვიმარხულოთ კიდეც. რამე თუ ჭეშმარიტი ლოცვა მაშინ აღესრულება, როდესაც მარხვასთანაა შეერთებული, როდესაც მლოცველი საკვებით არ არის დამძიმებული, ლოცულობს ადვილად და საძნელის გარეშე. თავი 9, მუხლი 30-31. და მიერ განვიდეს და წარმოხვლიდეს გალილეასა, და არა უნდა, რაითამცა აგრძნავინ. რამე თუ ასწავებდა მოწაფეთა თვისთა და ეტყოდა მათ, რამე თუ ძეკაცისა იმიეცემის ხელთა კაცთასა და მოკლან იგი, და მორაიკუდეს, მესამესა დღესა აღდგეს. ყველგან სიტყვას თავის ვნებაზე იესო აერთებდა სასწულებთან, რათა არ ეფიქრათ, რომ იგი უძულურების და გამოევნო. და ახლა ეუბნება რა სამწუხარო სიტყვას, რომ მოკლავენ მას, აყოლებს სასიხარულოსაც, რომ მესამე დღესა აღდგეს, რათა ვიცოდეთ, რომ მწუხარებას ყოველთვის სიხარული მოჰყვება, და ამიტომ არ დავეცეთ სულით, ტყულ უბრალოდ მწუხარებისას, არამედ რაიმე სასიხარულოსაც მოველოდეთ. თავი 9, მუხლი 32-37. ხოლო იგინი უმეცარიყვნეს სიტყვასა ამას და ეშინოდა კითხვად მისა. და მოვიდა კაპერნაუმდ. და ვითარცა შევიდა იგი სახლსა და ჰკითხვიდა მათ, რასა იგი იცილობდეს ურთიერთას გზასაზე და. ხოლო იგინი დუმნეს, რამე თუ ურთიერთას იტყოდეს გზასაზე და ვითარმეთ, ჩვენგანი ვინმე უდიდეს იყოს. და დაჯდა და მოუწოდა 12-თა მათ და ხრქუა, ვის უნდეს თქვენგან საპირვალ ყოფაი, იყოს იგი ყოველთა მრწემ და ყოველთა მსახურ. და მოიყვანა ყრმაი და დაადგინა იგი შორის მათსა და მკლავთა მიიქვა იგი და ხრქუა მათ, რომელმან ერთი ამათგანი ყრმაი შეიწყნაროს სახელისა ჩემისათვის, მე შემიწყნაროს, და რომელმან მე შემიწყნაროს, არა მე შემიწყნაროს, არამედ მომავლინებელი ჩემი. მოწაფეები სჭიდნენ რა ჯერ კიდევ კაცობრიულად კამათობდნენ თუ ვინ უფრო უმეტესი და პატივდებული იყო ქრისტეს წინაშე. მაგრამ უფალი, თუმცა არ ძრახავს ჩვენს მისწრაფებას უმეტესი პატივისკენ, რამე თუ გვიბრძანებს გვსურდეს უმაღლესი, მაგრამ არ გვრთავს ნებას სხვას წავართვათ პირველობა, პირიქით, სურს რომ სიმდაბლით მივაღწიოთ ამაღლებას. ამრიგად მან მოწაფეთა შორის ბავშვი ჩააყენა და გვასწავლის მას მივემსგავსოთ. ბავშვი ჩააყენა და გვასწავლის მას მივემსგავსოთ. ბავშვი არც დიდებას ესწრაფვის, არც შურს, არც ბოროტი ახსოვს. და არა მხოლოდ მაშინ მიიღებთ, ამბობს იესო, უდიდეს ჯილდოს, როცა თავად იქნებით ისეთები, როგორი ბავშვია, არამედ თუ კი სხვა თქვენს მსგავსად შეიწყნარებთ ჩემი გულისთვის. და ამისთვის მიიღებთ ცათა სასუფეველს, რამე თუ მე შემიწყნარებთ, ხოლო თუ კი მე მიმიღებთ, ჩემს მომავლინებელსაც მიიღებთ, ხედავ რა ძალა აქვს სიმდაბლეს და ზნეს უბრალოდა და უეშმაკოს. ეს ჩვენში ჩაასახლებს ძესა და მამის და მაშასა და მესული წმიდასაც. თავი 9, მუხლი 38-40. მიუგო მას იოანე და ხრქუა,
მოძღვარ, ვიხილეთ ვინმე, რომელიც სახელითა შენითა ეშმაკთა განასხმიდა, რომელიც ჩვენ არა შეგვიდგს და ვაყენებდით მას, რამე თუ არა შემიდგს ჩვენ. ხოლო თავად მან ხრქვა, ნუ აყენებთ მას, რამე თუ არავინ არს, რომელმან ქმნეს ძალი სახელითა ჩემითა და ხელეწიფოს ბოროტის სიტყვად ჩემდა. რამე თუ რომელი არა ჩვენ და მტერ არს, იგი ჩვენ კერძო არს. არც რაიმე შეჯიბრის და არც შურის გამო, ძე ქუხილისა არ უკრძალავს იმ ადამიანს, განასხას ეშმაკები. არამედ სურს, რომ ყველა, ვინც ქრისტეს სახელს მოუწოდებს ქრისტეს, გაყვეს და რომ ყველა მოწაფე ერთ სხეულს შეადგენდეს. სახარების ქადაგების დასაწყისში ხდებოდა ესეც, რომ ზოგიერთებს დიდების მოყვარების ვნებით აღძრут, სურდათ სასწაულები მოემოქმედებინათ, მაგრამ ხედავდნენ რა, თუ როგორი ძალა ჰქონდა იესოს სახელს, ისინი მოუწოდებდნენ მას და ამგვარად იქმოდნენ სასწაულებს. თუმცაღა უცხონი და უღირსნი იყვნენ უფლის ღამრთაებრივი მადლისა, ვინაიდან უფალს სურდა, რათა მოძღვება გავრცელებულიყო უღირსთა მიერაც. რა აქნა მაცხოვარმა? მან არ დართო ნება იოანეს აიკრძალა სასწაულთა მოქმედებისთვის, ნუ აყენებთ მას, ეუბნება, რამე თუ არავინ არს, რომელმან ქმნეს ძალი სახელითა ჩემითა და ხელეწიფოს ბოროტის სიტყვად ჩემდა. ანუ როგორ გამლანძრავს ის, ვინც ჩემი სახელით დიდებას იხვეჭს და ჩემი მოწოდებით სასწაულებს იქმს. ისე ჩანს, თითქოს უფალი თავის თავს ეწინააღმდეგება, რამე თუ სხვა ადგილას ამბობს, ვინც ჩემთან არ არის, ის ჩემ წინააღმდეგაა. მაგრამ ეს სიტყვები ნათქვამია ეშმაკებზე, რომლებიც ცდილობენ განოშორონ არსნი უფლისაგან და განაბნევენ ღმრთის საკუთრებას, აქ კი საუბარია ადამიანებზე, რომლებიც სხვათა სასწაულმოქმედთან მეშვეობით უფალთან მიიყვანებიან. თავი 9 მუხლი 41, რომელმან გასვას თქვენ სასუმელი წყლისა ისახელად ჩემდა, რამე თუ ქრისტესნი ხართ, ამენ გეტყვით თქვენ, არა წარუწყდეს სასყიდელი მისი. და რომელმან დააბრკოლოს ერთი მცირეთაგანი მორწმუნეთა ჩემდა მომართ, უმჯობეს არს მისა გამო, თუმცა იბა ქედსა მისსა ცისქვილის ქვაი ვირით საფქველი და შთავარდას უასა. მეო ამბობს, არა მხოლოდ არ ვუკრძალავ მას, ვინც ჩემი სახელით სასწაულებს იქმს, არამედ თუ კი ვინმე რაიმეს მოგცემთ, თუნდაც მცირეც ჩემი სახელისთვის და არა საერთო კაცთა გულისათვის, ისიც კი არ დაკარგავს თავის სასყიდელს, ხოლო სასმისით წყალზე თქვა. მხედველობაში ჰყავდა რა ადამიანები, რომლებიც სიღარიბეს იმიზეზებენ. თუ კი ამბობს სასმისით წყალს მაინც მისცემ, ამაზე ნაკლები კი უკვე არაფერი შეიძლება იყოს, ესეც კი არ დაგეკარგება, ხოლო თუ კი პატივს მიაგებ ერთ სამ მცირედთაგანს, ამით ღმრთის გულს მოიგებ, თუ კი აცტუნე ერთი მცირედთაგანის წოდე, უმჯობესი იქნებოდა წისქვილის ქვა დაეკიდათ კისერზე შენთვის. ამით გამოხატავს, რომ ჩვენ ამ შემთხვევაში უმძიმეს სასჯელს დავექვემდებარებით. უფალმა მიუთითა გრძნობა ტანჯვაზე, იმიტომ რომ დავეშინებინეთ ამ ხილული მაგალითით. თავი 9 მუხლი 43 და უკვე თუ დაგაბრკოლებდეს ხელი შენი, მოიკვეთე იგი, უმჯობეს არს შენ დაუხელო ისა შესვლად ცხოვრებასა, ვიდრე ორთა ხელთა სხმასა და შესვლად გეჰენიასა, ცეცხლსა მას უშრეთსა. სადა იგი მატლი მათი არა მოაკლდების და ცეცხლი არა დაშრდების. და უკვე თუ ფერხი შენი დაგაბრკოლებდეს შენ, მოიკვეთე იგი, უმჯობეს არს შენ და მკელობელისა შესვლად ცხოვრებასა, ვიდრე ორითა ფერხითა შთაგდებად გეჰენიასა, ცეცხლსა მას უშრეთსა, სადა იგი მატლი მათი არა დაესრულების და ცეცხლი არა დაშრდების. და უკვე თუ თვალი შენი გაცთუნებდეს შენ, აღმოიღე იგი, უმჯობეს არს შენ და ერთითა თვალითა შესვლად სასუფეველსა ღმრთისასა, ვიდრე ორითა თვალითა შთაგდებად გეჰენიასა, ცეცხლისა უშრეთისასა. სადა იგი მატლი მათი არა დაესრულების და ცეცხლი არა დაშრდების. რამე თუ ყოველივე ცეცხლითა დაიმარილოს და ყოველი შესაწირავი მარილითა დაიმარილოს. კეთილარს მარილი, ხოლო უკვე თუ მარილი უმარილო იქმნეს, რაითაღა შეინელოს იგი. გაქოს თავისა თქვენისა მარილი და მშვიდობით იყვენით ურთიერთას. გამოთქვამს რა ამგვარ მუქარას მაცდუნებელთა წინააღმდეგ, რომ უმჯობესია მათთვის ზღვაში იქნან შტაგდებულნი, უფალი მოძღვრავს ახლა მათ, ვინც წდუნდება, მოერიდონ ადამიანებს, რომლებიც მზად არიან აცდუნონ და გადაიყვანონ ისინი ჭეშმარიტი გზიდან. უკვე თუ მაცდუნებელი და შენი ცხონების გზაზე დამაბრკოლებელი შენი შინაურთაგანი ან ხორციელ ახლობელთაგანი იქნება, მოიკვეთე იგი, ანუ უარყავი მისადმი სიყვარული და მეგობრობა.
ხოლო მატლი და ცეცხლი ცოდვილებს რომ სტანჯავს თითოეული სინდისის და ცხოვრებაში ცადენილ ბილდ საქმეათა გახსენებაა. იგი ღრნის როგორც მატლი და წვავს როგორც ცეცხლი. ყოველივე ამბობს ცეცხლითა დაიმარილოს, ანუ გამოიცადოს, როგორც პავლე ამბობს, რომ ყოველივე ცეცხლმან გამოცადოს. 1 კორინთელთა მიმართ 3:13 და ყოველი შესაწირავი მარილით დაიმარილოს, ეს სიტყვები იესუმ ლევიტელთა წიგნიდან მოიყვანა. 2:13. ამრიგად ჩვენი შესაწირავი ღვთაებრივი მარილით უნდა დავამარილოთ, ანუ შევწიროთ შესაწირავი არა მჭკნარი და სუსტი, არამედ მაგარი და ჯანმრთელი. მარილს უფალი უწოდებს მოციქულებს და ყველა იმათ, ვისაც აქვთ მფარველი და შემაკავებელი ძალა. ვინაიდან როგორც მარილი იცავს ხორცს და არ უშვებს, რომ მასში მატლებმა დაისადგურონ, ასევე მოძღვრი სიტყვა, თუ კი იგი მტკიცე და შემადუღებელია, აკავებს რა ადამიანებს ხორციელნებათაგან, არ ტოვებს მათში ადგილს დაუძინებელი მატლისათვის. თუ კი თავად მოძღვარი იქნება უმარილო და არ ატარებს თავისში აღმძვრელ და შემაკავშირებელ ძალებს, მაშინ რაითაღა დაიმარილოს, ანუ რითიღა გამოსწორდეთ? ამრიგად გქნოდეთ თქვენში მარილი, ანუ განმამტკიცებელი და შემაკავშირებელი მადლის სულისა, რათა მშვიდობით იცხოვროთ ერთმანეთთან და უკავშირებთ, რა მოყვას სიყვარულის კავშირით, რას ნისამს გქნოდეს მარილი და რისთვისაა ნათქვამი სიტყვებით, მშვიდობით იყვენით მოყვასთა მიმართ. ამგვარ ხალხზე სოლომონმა თქვა,